2023-24 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მსოფლიო თასის 3 შეჯიბრებას მასპინძლობს. ბაკურიანში დღეს დაიწყო ფრისტაილის მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში. Როგორ ჩაიარა ასპარეზობის დღემ და როგორ შეფასებას იღებს ქვეყანა მორიგი საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებისთვის. ლევან ღუდუშაური მუშაობს ბაკურიანში და დეტალებით ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ლევანს აღამშვიდობისა და გისმენთ. მოგესალმები ვასილ, მივესალმები ტელემაყურებელს. ფანტასტიკური შოუ ვიხილა დღეს ბაკურიანში შეკრებილმა ზამთრის სპორტის გულშემატკივარმა, როგორც უკვე შენ აღნიშნე, დღეს დაიწყო ბაკურიანში მსოფლიო თასი ფრისტაილში, მოგულის დისციპლინაში. მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური სახეობა ეს ზამთრის სპორტებს შორის. ნახეთ უამრავი აკრობატული ილეთი, ძალიან მაღალი განვითარებული სისწრაფე და ძალიან არაჩვეულებრივი კოორდინაცია. შესანიშნავად იასპარეზეს სპორტსმენებმა, მოხდა რამდენიმე სენსაციაც. ქალთა შორის დღევანდელ დისციპლინაში მოგულში გაიმარჯვა ჯაკარა ავსტრალიელმა სპორტსმენმა, ქალბატონმა, ძალიან მაგრად ისრიალა მან. რაც შეეხება კაცებში, ყველა ველოდით რომ გაიმარჯვებდა ამ სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, მსოფლიო სერიის ლიდერი კანადელი სპორტსმენი, მაგრამ იკურა კურიშივა იაპონელმა რაღაც საოცრად იასპარეზა და მან მოახერხა სწორედ პირველი ადგილის მოპოვება ბაკურიანის ეტაპზე. ნახოთ გამარჯვებულების კომენტარები და შემდეგ უკვე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორთან გადავიდეთ შეკითხვებით. ჩემთვის ამაღელვებელია დღევანდელი დღის გამარჯვებით დასრულება. ბოლოს როცა აქ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით, ძალიან ვინერვიულა იმ ღონისძიებაზე, ხოლო ახლა აქ დაბრუნება და იმ შეცდომის გამოსყიდვა გასაოცარია. თვალთან დაკავშირებით იყო რაღაც სირთულეები, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თქვენ არაჩვეულებრივად იმუშავეთ. ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თვალთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინათ. მადლობა ამ ყველაფრის მომზადებისთვის. ბოლოს აქ შარშან თებერვალში ვიმყოფებოდი და ეს ძალიან კარგი სათხილამურო მუროზონაა. მე მომწონს საქართველო. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ჩვენ ახლა შემოგვიერთდება ირაკლი ბურჭულაძე, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი. დიდი მადლობა ჩართვისთვის. როგორ შეაფასებთ დღევანდელ საშეჯიბრო დღეს? რა იყო ახალი თქვენთვის? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. გაიხსნა მსოფლიო საერთაშორისო ღონისძიებები მოგულსის დისციპლინით, საკმაოდ წარმატებული დღე ჰქონდა. პირველი საშეჯიბრო დღე იყო, დღეს იყო კვალიფაიერები, შემდეგ ამას მოყვა საფინალო ეტაპები. არიან გამარჯვებულები ქალებში, კაცებში. დღეს საკმაოდ წარმატებით მოახერხეს მათ ასპარეზი. ცოტა სირთულეები იყო ამინდის მიმართულებით, თუმცა საკმაოდ კარგად შეაფასეს ჩვენმა საერთაშორისო დელეგატებმა და ასევე ათლეტები ძალიან კმაყოფილები არიან. ჩვენმა გუნდმა საკმაოდ დიდი სამუშაოები გაწია. ამ დღეების განმავლობაში არ გვიწყობდა ასევე ხელს ამინდის მხრივ, საკმაოდ სითბოები იყო, თუმცა ჩვენმა თანამედროვე სისტემა, რომელიც არის გათოვლიანების სისტემა, საკმაოდ კარგად ამ დღეების განმავლობაში ვაწარმოეთ თოვლი და შესაბამისად ჩემპიონატი საკმაოდ წარმატებით ჩატარდა. უკანასკნელ წლებში ძალიან დიდი ინვესტიცია გამოიყო მთის განვითარებისთვის, კონკრეტულად ინფრასტრუქტურისთვის. როგორ შეაფასებთ რა მისცა ამან ახალი რეგიონებს და რამდენად მნიშვნელოვანია რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ცნობადობა საქართველოს ამ კუთხით? მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ წარმატებით წარმოაჩენს ქვეყანას, რეგიონს, არა მხოლოდ ბაკურიანისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის ის, რომ კარგად ინიშნება საქართველოს მსოფლიო რუკაზე. 17 ქვეყანაში არის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში. შესაბამისად ეს დის ცნობადობას, როგორც კურორტის, როგორც ქვეყნის, ასევე სპორტული მიმართულებით. საინტერესოა, გაიხსნა თუ არა ყველგან უკვე სამთო-სათხილამურო სეზონი, ყველა კურორტს გულისხმობს საქართველოსი და რომელი ახალი ტრასები დაემატა ქართულ სასრიალო ტრასებს, ასე რომ ვთქვათ. 20 დეკემბრიდან გახსნილი არის ყველა კურორტი საქართველოში, სამთო-სათხილამურო კურორტები. გუდაურიდან იყო ოფიციალური გახსნა, გუდაურში გვაქვს სიახლეები ინფრასტრუქტურის მხრივ არის ორი ახალი საბაგირო კომპლექსი, რომელიც უკვე სარგებლობენ ვიზიტორები, ასევე 70 კილომეტრს დაემატა 6 ახალი კილომეტრი ტრასები. შესაბამისად ველოდებით ჩვენ ძალიან ბევრ ვიზიტორს, უკვე აქტივობა მაღალი არის კურორტებზე, განსაკუთრებით გუდაურში და ვიმედოვნებ, რომ იანვარი და
თებერვალი იქნება აქტიური და ბევრად უფრო მეტი ვიზიტორი გვეყოლება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორები. როგორც ვთქვით, ეს პირველი შეჯიბრი იყო საერთაშორისო, რომელსაც უბასპიძლა მას ბაკურიანმა. კიდევ რა შეჯიბრები, საერთაშორისო შეჯიბრები ელოდება ქართულ გულშემატკივარს და ზამთრის სპორტის მოყვარულს წელს? ივან 2023 წელს იყო ნამდვილად პირველი შეჯიბრი, მოგულსის დისციპლინით დავიწყეთ. 2024 წელს ვაგზავნებთ გუდაურში, უკვე რომელიც არის ახალი არეალი მსოფლიო თასის ჩატარებისთვის. ვაგზავნებთ სნოუბორდის დისციპლინით, რომელიც იქნება 3-4 თებერვალს, შემდეგ ისე უბრუნდებით ბაკურიანს, რომელიც არის 10-11 თებერვალი და შემდეგ ვაგზავნებთ უკვე სვანეთში ფრირაიდის World Tour-ის ჩემპიონატით, რომელიც საკმაოდ დიდი ღონისძიება არის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეჯიბრებებზე და ხვალინდელ დღეზე, რომელიც გაგრძელდება კვლავ მსოფლიო თასზე. დიდი მადლობა. ხვალ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე არის მსოფლიო თასზე, უკვე დუალმოგულის დისციპლინაში გაიმართება შეჯიბრი. ეს კიდევ უფრო ექსტრემალური შეჯიბრი არის, ძალიან სანახაობრივი, ასე რომ ყველას გირჩევთ, ვისაც გცალიათ, მოვაკითხოთ ბაკურიანს, კოხტას შესანიშნავ ტრასას, რომელიც ყველაზე გრძელია ამ დისციპლინაში მსოფლიოში. ჩვენ ხვალაც რა თქმა უნდა ვიმუშაოთ ბაკურიანში და მოგახსენებთ ვინ გახდება ჩემპიონი. მადლობა ბაკურიანიდან პირდაპირ ეთერში ლევან გუდუშაური გვერდთვებოდა. დასასრულს უახლოვდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის კულტურის